ხე ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ნეიტრალური საქართველოს წევრი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ბატონი კონსტანტინე ჟღენტი ბატონო ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დროს და დრო დამოხვედით თემა სხვა მაგ შერჩეული მაგრამ არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ დღეს 9 აპრილია და ყველა ახსენებს მაგრამ ჩვენს ბუნებრივია უნდა ვახსენოთ და ორმაგი დატვირთვა აქვს ამ დღეს 99 წლის 9 აპრილი რამაც მოიტანა შემდეგ უკვე 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 91-ში კი ბატონო 2 წლის შემდეგ თუმცა ეს სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს უკვე დღეს თავისთავად ხსოვნა იყოს მათი ვინც შეეწირა ამ დღეს და ბუნებრივია ჩვენ ქვეც ვიხვრით იმ ადამიანების წინაშე რომლებიც ნამდვილად გულწრფელად და ალალად გამოდიოდნენ მაშინ და ნამდვილად გულანთებულნი იყვნენ გულწრფელად და ალალად და მე მინდა გავიხსენო მამარდაშვილმა დაწერა ასეთი რამ რომ სოფლიო ნახა ქართველი ახალგაზრდა ვაჟი რომელიც რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდაო და ეს იყო ძალიან გულისამაჩუყებელიო მაგრამ თუ ეს განმეორდა ეს უკვე იქნება კომიგურიო და სამწუხაროდ ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ მაგრამ შემდეგ ამ პროცესში ჩვენ ბევრჯერ ურტყით ჯოხები ტანკებს სამწუხაროდ დიახ ეს ისეთი უსიამოვნო პარალელი მოვიტანე მაგრამ მოვიტანე იმიტომ რომ ყველა გამოუცდელობა და ყველა წარუმატებელი გამოცდილება ასე ვთქვათ არის იმის წინაპირობა რომ უფრო დიდი წარმატებისთვის გარდაქმნა და გამოიყენო ის და მინდა რომ თქვენც შეაფასოთ ეს მოვლენა ეს ორივე მოვლენა რომელიც უკვე რაღაც თითქოს გაერთიანდა იმიტომ რომ ორგანულადაც არის ერთმანეთთან დაკავშირებული კი ბატონო მადლობა მოწვევისთვის მივესალმები მსმენელს და მაყურებელს ეს იყო ნამდვილად სულიდან ამოსული და გულიდან ხალხის მოძრაობა 9 აპრილის 99 წლის იმას სხვათაშორის იმ ადამიანს პირადად ვიცნობდი ვინც იმ ჯოხს ურტყავდა იმ ტანკს ტანკს კი არა ისე რა ქვია ჯავშან მანქანა რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ საქმე ის არის რომ აი ეს ერთად შეკრული ეს ხალხი რომელიც თავიდან ყველას გვახსოვს რითი დაიწყო ეს გამოსვლები დაიწყო აფხაზეთის ამბებთან დაკავშირებით მაგრამ მე გადაიზრდა უკვე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში და ძალიან სწორადაც იმიტომ რომ ამან დასაბამი მისცა მომავალში ჩვენ დამოუკიდებლობას და ეხლა ვინც რამდენი არ უნდა ელაპარაკოს რაც უფრო მეტი დრო გავა ისტორია შეაფასებს ამას ყველაფერს და ყოველთვის იქნება ადამიანები ვინც სხვადასხვანაირად შეხედავენ ამას არის ისეთი მოსაზრება რომ შეგვიძლია სისხლის და მსხვერპლის გარეშე მიგვიღწია როგორც სხვა საბჭოთა ყოფილმა რესპუბლიკებმა მიაღწიეს და არაერთმა ყველა კი ბატონო არის აბსოლუტურად დიამეტრალურად სხვა შეხედულება ამიტომ ამას ისტორია განსაზღვრავს ერთი რამე მთავარია რაც მე უკვე ვთქვი ეს იყო აბსოლუტურად ხალხის გულიდან წამოსული არავინ ამ პროცესს ასე ვთქვათ ესე არ მართავდა ეს ამ დამოუკიდებლობის მოთხოვნას და ნამდვილად ისეთი დღეა რომ ჯერტი უნდა მოვიხსენიოთ ის აუცილებლად წმინდა ხალხის ვინც შეეწირა ამ ამბავს ყველა სუდი ის იყო რომ ძალიან ბევრი მანდილოსანი იყო ქალი იყო და ნუ ამას რაც მოყვა ყველა ვიცით ასე რომ მაგრამ ნუ საბოლოოდ მაინც ეს დამთავრდა იმით რომ პირველად გამოცხადდა 9 აპრილს საქართველოს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა და ესეც რა თქმა უნდა ისტორიული მოვლენაა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ აუცილებლად და ბატონკოტე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში მე როგორც მივხვდი ყოველთვის მე დამჩასეთი შტაბ-ეშტილებული იყო დაუგეგმავი ვიზიტი და სანამ ის ჩამოვიდოდა ტრენდანსში აზერბაიჯანულ გამოცემაში დაიბეჭდა ასეთი სტატია დაიბეჭდა იქიდან აი ამ უნარით ჩემი სიტყვებით ვიტყვი რომ მაშინ როდესაც გრძელდება დავები მთელ მსოფლიოში აი ამ გზებზე საქართველო და აზერბაიჯანი ახერხებენ თანამშრომლობას და ეს არის ყველაზე უსაფრთხო დერეფანი, შუა დერეფანი, ალბათ შუა დერეფნის საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაკვეთი და ისინი ეს ორი ქვეყანა არა მხოლოდ პარტნიორები არიან, არამედ ისინი იქცნენ ამ დერეფნის ხერხემლადო. მე ასე მინდა გადავინაცვლო ცოტა ადრე, რამდენიმე შეიძლება ითქვას 1 ან 2 ათეული წლის წინათ, როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ტანდემს განიხილავდნენ, როგორც ბირთვს ეს კიდევ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ნატოში გაწევრიანებაზე იყო ლაპარაკი.
სამხრეთ კავკასიის იმ მხრივ რომ ამ ტანდემზე იყო დამოკიდებული ანუ ვისკენაც გადაიხრებოდა ეს ტანდემი ამაზე იყო დამოკიდებული ვის ექნებოდა გავლენა სამხრეთ კავკასიაში იმიტომ რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის გარეშე ვერ შეასრულებდა იმ ფუნქციას ანუ ეს სადერეფნო დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის თუმცა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაკავშირებაში ცოტა ეს ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა ხო იმიტომ რომ შეიძლება აზერბაიჯანიდანაც იყოს ეს საჯორედინი და შეიძლება საქართველოდანაც ნუ სამ გულისხმობ ჩრდილოეთ სამხრეთის და სამხრეთ დერეფნის სამხრეთის ჩრდილოეთ სამხრეთის და სამხრეთ ჩრდილოეთის დერეფანს რასთან იყო თქვენი აზრი დაკავშირებული ალიევის ვიზიტი და თითქოს რაღაცნაირად იყო ბზარი შეეპარა აზერბაიჯანს და საქართველოს აი ამ ტანდემს მაგრამ ეხლა თუ აზერბაიჯანული პრესით ვიმსჯელებთ და ალიევის დამოკიდებულებით ასევე მისი მეუღლის რომელიც არა მხოლოდ მისი მეუღლე არამედ საკუთარ მაღალი პოსტიც უჭირავს აზერბაიჯანის ხელისუფლებაში და ალიევის ხაზგასმით გამოხატვით ხო პატივისცემის თუ აღიარების როცა მივიდა ეს ბიძინა ივანიშვილთან ნიშნავს რომ ეს ტანდემი გაძლიერდა და რა შეუძლია ამ ტანდემს რა პერსპექტივა აქვს და მართლაც აზერბაიჯანსა და სომხეთზე არის დამოკიდებული მხოლოდ იქნება თუ არა უსაფრთხო სამხრეთ კავკასია არა საქმე იმაშია რომ ეს ტანდემი რომ თითქოს შესუსტა თუ რაღაცა ის მაგაში ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ მეზობელი სახელმწიფოების შორის ურთიერთობაში რომელთაც სტრატეგიული კავშირი აკავშირებთ შეთანხმება და ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო დაწყებული ეკონომიკური და დამთავრებული ყველა სხვა ურთიერთობა აქვს ნუ დაგვავიწყდება თქვენ ახსენეთ იქ ნატო და ჩვენი ურთიერთობები იქ მაშინ თურქეთს აუცილებლად უნდა მახსოვოთ ნატოს წევრი და ეს ნატო იყო თურქეთი იყო გზამკვლევი ჩვენი ნატოში ასე ვთქვათ სამი ქვეყანა აზერბაიჯანი საქართველო და თურქეთი რომლებიც მუდმივად თანამშრომლობენ არა მხოლოდ ცნებს აწყობენ არამედ ყველა დონეზე თანამშრომლობენ უსაფრთხოების და თავდაცვის დონიდან დაწყებული და ახლა ეკონომიკაზე თავარი კი არა ერთადერთი ის არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ჩვენი ერთადერთი უსაფრთხო ერთადერთი იმიტომ რომ ჩრდილოეთი რუსეთზე არ გადის უკრაინის კონფლიქტის ომის გამო სამხრეთში ირანში რა ხდება ყველამ კარგად ვიცით და ეს кайხანი იქნება ესე რამდენიც არ უნდა ეცადონ ეს დალაგდეს არის ადვილია იცით ერთხელის მოსმით შეიძლება ერთ თითის დაჭერით ასე ვთქვა და აი მის დალაგება უკვე იმარეულს უკვე საკმაოდ ძნელია იმიტომ რომ იქ იმდენი მრავალი საკითხია დაწყებული ეკონომიკური საკითხებიდან რომელსაც სხვა შორის ტრამპი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხოლმე და სხვები ძალიან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ტრამპის განცხადებებს სწორედ ბიზნესის ფულ და ეკონომიკის მიმართებაში რომ აი ეს ამ მოგებას ამას ნახავს ჩვენ ამ მოგებას ვნახავთ ერთად ესეთ მოგებას ვნახავთ და ასე შემდეგ ირანზეც დაიწყო სხვა შორის ესეთ საუბრები დაწყებული მიწის ქვეშ შენახული ურანის გამოტანიდან და იმის მოხმარებიდან დამთავრებული კიდე ჰორმუზის სრუტის გახსნით და ასე შემდეგ ძალიან სერიოზული საკითხია სხვათა შორის მაგრამ ცოტა თქვენის ნებართვით რომ გავახალისო უკვე ყველა ნაცნობს უთხარი და ჩემ იმაზეც Facebook-ზეც გავაზიარე ერთმა მეგობარმა დადო კახური სახელები ყველა ვიცით ხო კახელების და ახალი სახელიაო ჰორმუზა გოგიაო და რატო და ისე აყენებს რომ მანქანას კორპუსთანო ვერავინ ვერც გადის ვერც შემოდისა და ძალიან მიხალისია ამ ჰორმუზა გოგიაზე ქართველები ამ იმასაც იმათ უყურებთ რა ქვია იუმორით და ეს კაია სხვა შორის ეს ჩვენ თვითგადარჩენის მექანიზმია კი ბატონო რა თქმა უნდა აზერბაიჯანს თუ დაუბრუნდებით არ მგონია რომ რამე პრობლემები საკითხები რომელიც დგება ამასინათ იყო თუ გახსოვთ რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხი იქ სომხეთიდან წამოსული თერთები და ატყდა ერთი ლაპარაკი და ერთი ამბავი და არიქა და ეს აზერბაიჯანმა ესა თქვა და ჩვენ არაფერი ეს არის აი როგორც ცოტა გაწვეთილი ფრაზაა ქარიშხალი ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის ცდილობები თავარია ძირითად ტენდენციას შევხედოთ და ძირითად ტენდენცია არის უცვლელი ჩვენ ვართ სტრატეგიული მოკავშირეები ორივესთვის კარგია სიტყვა გვაწყობს ხმარება არ მინდა როგორც ხელსაყრელია როგორც ესეთი წარმატებული თანამშრომლობა და არა მხოლოდ ტრანზიტი სხვათა შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თუ მიაქციეთ ყურადღება თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ციფრებს ინვესტიციებისას
და მთლიანი ციფრების დაასახელა პირველი 3 თვის განმავლობაში კვარტალში 3 მილიარდზე მეტი დაასახელა და მე მოლოდინი რაც აქვთ იმისთვის რომ აი ჩვენი ეს ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს. ასე რომ ეს არის მთავარი და ამას წარმატებით ვაკეთებ და მე დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ. სხვათა შორის ეს არა მარტო რეგიონზეა დამოკიდებული ჩვენ მაგალითად აი ჩვენ ნეიტრალები ასე ვთქვათ როგორც უკვე გვეძახიან გვიწოდებენ ანუ ერთიანი ნეიტრალური პარტია საქართველოს ყოველთვის ვამბობთ იმას რომ პირველ რიგში მეზობლებთან უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები და ეს დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო როგორც სტრატეგიულ ისე პირველ რიგში ეკონომიკურ თანამშრომლობას. მე ცოტა ფართე რეგიონში წამყვან სახელმწიფოებს უნდა ვაჩვენოთ რომ მათ აწყობთ ჩვენ რეგიონში აი ესეთ თუნდაც აზერბაიჯანს და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთობა და მე ეს სახელმწიფოებსაც რომელიც უკვე მონაწილეობენ აი ამ ეს სიტყვაც არ მიყვარს აი სატრანზიტო გზებზე როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ისე სხვა შორის მოვადრო და იქნება საუბარი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ეს აუცილებლად იქნება მაგრამ აქ კონკურენტები ვარ ჩვენ და აზერბაიჯანი არა მგონია ჩვენ ვიპოვით საერთო ენა სხვათა შორის ალიომა ისიც ახსენა სომხეთიც და ადრეც ახსენა და ეხლაც ახსენა იმ კონტექსტში რომ ეს დამატებითი გზის გახსნა დამატებითი მარშრუტის გახსნა მხოლოდ აძლიერებს რეგიონის ზანგეზურზეა ლაპარაკი მხოლოდ აძლიერებს რეგიონის პოტენციალს. ამ ზანგეზურზეც მithქვამს არაერთხელ და კიდე მინდა ვთქვა ეს როდის ამოქმედება სრულყოფილად და როგორ ამოქმედება რა დონეზე და ვინ მიიღებს მონაწილეობას ეგ იცით არ არის ახლო მომავლის საქმე ვისაც როგორ არ უნდა უნდოდეს ეს ისევე როგორც ამ ჰორმუზის სრუტის გახსნა და ასე ვთქვათ იქ დაალაგება ეკონომიკური სიტუაციის ირანში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არევა ძალიან ადვილია, დაალაგება ძნელია, მით უმეტეს როცა სისხლი დაეღვარა და კონფლიქტი თითქმის ომის იმაზე გადავიდა სტადიაში სისხლისღვრის. ასე რომ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ იმის, რომ როგორც ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ისე აზერბაიჯანის პოლიტიკიდან გამომდინარე და სომხეთის მშვიდობას ვინარჩუნებთ რეგიონში და პირველ რიგში მიმართული ვართ იმისკენ, რომ ჩვენი რეგიონი გამოყენებული იყოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის და თანამშრომლობისთვის. ამას ვახერხებთ ისეთ სიტუაციაში, როცა გარშემო რა ხდება, კარგად ვხედავთ, ხო, არც ეს შორს. ამიტომ ეს არის მთავარი. დაგეგმილი იყო თუ დაუგეგმავი ვიზიტი, ესეთი რამეები ძალიან ხშირად ხდება. უკაცრავად მაგ საკმაოდ დიდი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურის და ვიცი რომ არის ხომ სიტუაციები, როდესაც თუნდაც სახელმწიფოს მეთაური დაურეკავს მეორე სახელმწიფოს მეთაურს და მოითხოვს რომ იცი რაღაც საკითხები მაგ და მოდი შევხვდეთ ერთმანეთს ან თქვენ ჩამობრძანდით ან მე ჩამოვალ. არაფერი ამაში განსაკუთრებული და კუდების მოსაბმელი არ არის ხა. არა, კუცარობა მაინტერესებს. თქვენზე არ გულისხმობ, მე გულისხმობ იმათ ვინც მოაბეს ეს კუდები. მაინტერესებს. და ტრადიციულად და რომ გამოაცხადეს რომ აი ჩამოვიდა და რატო ჩამოვიდა და აგერ ბატონ ივანიშვილთან მივიდა და რატო მივიდა და ესე იგი ის არის მთავარი და ნუ რაღაც ცოტა ბავშვობას მაგონებს ხოლმე ესეთი რეაქციები, იმიტომ რომ რაღაც ცოტა სერიოზულად ხომ შეხედო არა საკითხს. აბერ განსაკუთრებული ამაში არ არის. ეხლა ბატონ ბიძინა ივანიშვილი ვინ არის რომ საპატიო თავმჯდომარეა და რა როლი აქვს და რა ის ამას არავინ არ მალავს, ხო? არც მთავრობა მალავს და არც თავად ბატონ ბიძინა და არავინ და რა არის ამაში გასაკვირი რომ ჩამოვიდა და თქვათ მივიდა და დაელაპარაკა პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის. აფერი ამაში გასაკვირი არ არის და ხა ვინც რა უნდა ელაპარაკოს. ეს არის მთავარი ვიმეორებ ეს ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცებას და მე აი ამ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული სხვა ურთიერთობების განვითარებას. ამას რეგიონიც ხედავს, მეზობლებიც ხედავენ და ეს კარგია ჩვენთვის ძალიან. და ეს სხვათა შორის მოითხოვს ჩვენგან აი ესეთ მიუმხრობელ მრავალვექტორულ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან და ქვეყანაში და გარშემო არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მრავალვექტორულ პოლიტიკას, რომლის საფუძველიც იქნება ჩვენი ნეიტრალიტეტი მე ეს ღრმად მწამს. თუმცა აზერბაიჯანი შეიძლება ითქვას უფრო მომგებიან მდგომარეობაში არის თუ კი გაიხსნება და როცა გაიხსნება არავინ იცის რომ გაიხსნება რა ერქმევა ზანგეზურის დერეფანი უფრო მომგებიან მდგომარეობაშია ვთქვათ ვიდრე ჩვენ ობიექტურად და ნეიტრალურად რომ შევაფასოთ ეს პრობლემა ეს საკითხი ვის ტერიტორიაზეც გადის დერეფანი ხო ის რომ უფრო
უპირატეს იმას პოულობს რაღაცა გარკვეულს ნემაში რა ქვია საკითხებში ეს ნათელია რა თქმა უნდა ხო ისევე როგორც ჩვენ რაღაც გარკვეულ საკითხებში ჩვენ გვაქვს უპირატესობა ტრანზიტზე და იმაში საქონლის და ენერგეტიკული თუნდაც და ასე შემდეგ სხვა საკითხებში ეკნებათ მაგრამ ერთმანეთს რო ავსებენ ეს არის მთავარი და რის შესახებაც ღიად საუბრობენ სულ ყველა აზერბაიჯანის პრეზიდენტი სხვათა შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილაპარაკებს ამაზე ამერიკელებიც იგივე ამერიკელებიც ილაპარაკებენ ჩვენი პოზიციიდან რა შეიძლება ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთი პოლიტიკა როგორცაც ვატარებთ კი არ უნდა გავაგრძელოთ პირიქით უნდა გავაძლიეროთ და დავანებოთ თავი ამ ილუზიებზე ფიქრო ის რა ქვია ჩვენ გავხდებით რაღაც პრაქტიკულად მოდი დიპლომატიურად თქვა დიდი სიზნელეების მყოფი ევროკავშირის რაღაც იქით მივდივარ და ნაწილი გავხდებით იმ ეკონომიკის და დავიქვემდებარებით იმათ მეებს რა ქვია მოთხოვნებს სულ ყველას ავიწყდება ხოლმე ამაზე საუბარი სხვათა შორის ძალიან ბევრს ავიწყდება რას გთხოვს თქვათ გახდე თეორიულად ეხლა ევროკავშირის რა ქვია ბაზრის ასე ვთქვათ ნაწილი რას იგებ და რას აგებ ამითი ხო ამაზე სამწუხაროდ ამაზე ძალიან არავინ ისე იშვიათად მსჯელობენ იმიტომ რომ ნუ ესე იგი ძალიან არიან ადამიანები და არის ძალიან პოლიტიკური ვისაც არ აწყობთ ამაზე საუბარი იმიტომ რომ იქ თუ გულღიათ და ობიექტურად ილაპარაკე იმაზე თუ რა მოთხოვნებს გიყენებს ის და მე ეს შენი ქვეყნის წარმოებას ეხლა არსებულს და მომავალს პერსპექტივაში დაწყებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან განსაკუთრებით ღვინო და ასე შემდეგ და მე სხვა რამეებზე გაავრცელეს მიხვდები რომ ეგ 60-ში ვერ ახვდები იქ რა ქვია ის ნაწილი თუ გახდი და იქამდე დიდი კიდე გასავლელი ციური მანანა არ ჩამო რაც გვაქვს იმას მოუაროთ და რეგიონში რის საშუალებაც გვაქვს ის განვავითაროთ და უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით ვიდრე არ იქა და აი მე ვფიქრობ რომ როდესღაც იქ რო მივალთ აი ეს გვექნება და ეს ცინად მანანა და ასე შემდეგ კი ბატონო ბატონო რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა ჩვენ მალე დავბრუნდებით ჩვენ ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან კოტე ჟღენთან ერთად და ბატონო კოტე აქ ერთი საინტერესო მომენტია ჩემი აზრით გასაგებია რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ რომ ეს ერთადერთი დღის მდგომარეობით უსაფრთხო მარშრუტი გააძლიერონ და აქედან ვიხეიროთ ჩვენს და აზერბაიჯანმაც მაგრამ აქ ისმის კითხვა ეს ხელსაყრელი არის თქვათ იმ მსხვილი მოთამაშეებისთვის რომლებიც ახლა ცდილობენ შექმნათ მსოფლიოს ახალი წესრიგი და გადაინაწილონ თავიანთი გავლენის სფეროები. თუ მათთვისაც არის ხელსაყრელი და ამიტომაც ნარჩუნდება ჩვენი ძალისხმევითაც რა თქმა უნდა და მათთვისაც არის ხელსაყრელი და კიდევ ძალიან ჩუმად არის ევროკავშირი. თითქოს აქ გამავალი ტვირთები მარსზე მიდიოდეს. ან და რაღაც სხვა გზა გქონდეს დამაკავშირებელი. რით ხსნით თქვენ ევროკავშირის სიჩუმეს ან თუნდაც იმას რომ თქვათ მხარეები ძლიერი მოთამაშეები რომელიც განსაზღვრავენ მსოფლიოს დღის წესრიგს არ ცდილობენ აქტიურად აქ სიტუაციის არევას აქტიურად არ ცდილობენ გულისხმობ თუ როგორ არ ცდილობენ ევროპის ევროკავშირის მოდი ესე ვთქვათ ახლა ძალიან ხშირად არის ხოლმე ცდილობა რომ განაცალკევენ ევრობიუროკრატია და ევროპა ჩემი აზრით ეს ცოტა ხელოვნურია იმიტომ რომ ის ევრობიუროკრატია იმ ევროპელების არჩეულია ვისაც აბსოლუტურად ერთნაირი აზროვნების მიმართულება აქვს და ერთი განათლება აქვს მიღებული ეს ბევრჯერ მithქვავს ერთნაირ სკოლებში და ერთნაირ უნივერსიტეტებში. ამიტომ ის რომ 2028 წელს უცბად ერთხელის მოსმით ევროკავშირი შეიცვლება და სულ სხვანაირი გახდება და ჩვენ კიდე ჩვენი ტრადიციებით და ჩვენი იმით შევგრიალდებით ასე ვთქვათ ამ ევროკავშირში ჩოხებით კი ბატონო. ეს არის ნუ ჩემი აზრით ცოტა ესეთი რა ვიცი სულ ცდილობ დიპლომატიური სიტყვები ვიხმარო გულუბრყვილო შესანიშნავი მადლობთ გულუბრყვილო ის არის რა ქვია წარმოდგენა კი არა იმედი ხო და საქმე რაშია იცით პოლიტიზება ხდება გამომდინარე იქიდან ახლა ვიხმარ ამ ევრობიუროკრატიას
პოლიტიზება ხდება ისეთი რაღაცების, როგორც არის მაგალითად აი ეს ტრანზიტი და ეკონომიკური ინტერესები და რა თქმა უნდა ყველაზე უფრო ევროპის ინტერესია ახლა აღმოსავლეთიდან უსაფრთხოდ ტვირთების ჩასვლა იგივე ევროპაში. დაწყებული შორეული აღმოსავლეთიდან, ანუ ჩინეთიდან დამთავრებული და კიდე იქ ინდოეთია და რა გზაზე ცენტრალური აზიის ქვეყნები და რა ვიცი. და მე ჩვენი გავლით, რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის ეს რო გითხრათ, ეხლა მე ეს ვთქვი და ზოგს მანდამაინც არ ესიამოვნა, რომ არჩევნების წინაც ვამბობდი, რომ ეს საქართველო ამერიკის პოლიტიკის პრიორიტეტებში ნამდვილად არ შედის. არც ეს რეგიონი არ შედის. ჩამონათვალი იყო არჩევნებამდე. არჩევნების მერე 100 დღის მერე ჩამოთვალა ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა იმან. არა, თუსადმე მოგისმენიათ, აბა რომ ჩვენ პრიორიტეტებში შევდივართ ამერიკის ინტერესებში. კი ბატონო, აქ არის ჩინეთთან დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე ჩინეთთან მოდის. კი ბატონო, ისეთ მოთამაშეთან როგორც ინდოეთი ამ მსხვილთან აზიაში. იქ ის ქვეყნებია ეს ინდოეთი და ჩინეთი, რომელიც რუსეთთან ერთად შედიან ეკონომიკურ გაერთიანებაში და რა თქმა უნდა ეს ამერიკისთვის საინტერესოა და აქედან გამომდინარე ყველაფერი ის რაც უკავშირდება ჩვენ რეგიონს და ამ ტრანზიტს. რა თქმა უნდა ამ ხრივ და ამ ინტერესით. და მაგიტომ ვიმეორებთ სულო ჩვენი მიზანია რომ აი ეს რეგიონი გახდეს ინტერესთა დაპირისპირების რეგიონიდან გადაიქცეს მაქსიმალურად შევეცადოთ თანამშრომლობის პირველ რიგში ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის რეგიონად. კიდე გავიმეორებ ტრამპის თითქმის ყველა განცხადება იწყება ომით და მუქარით და ბომბებით და ამით და ბოლოს თავდება ხოლმე ეკონომიკური სარგებლით. ეკონომიკური სარგებლით. ის კაცი ბიზნესმენია, მუდამ ბიზნესმენი იყო და რამდენჯერაც არ უნდა აერჩიონ ამერიკის პრეზიდენტად სული ბიზნესმენი დარჩება. და შეხედავს მოგების თვალსაზრისით პირველ რიგში ყველაფერს. და ესე უყურებს კიდევაც. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. ეს ევროპელებმა არ იციან, ძალიან კარგად იციან, რა თქმა უნდა. თვითონ რომ ჩადიან ჩინეთში, რომ დაალაგდნენ და ერთმანეთის მიყოლებით პრეზიდენტები და ისინი ჩავიდნენ ევროპის და ეახლენ სი ძინპინს და იქ ხელშეკრულებები მოაწერეს და ჩინეთთან თანამშრომლობის წარმერიც არ მხდიახ და ეს რა ქვია ხელშეკრულებები მოაწერეს და განვითარებაზე სად ის ტვირთები საიდანაც წავიდეს. ხო და ამიტომ ესე არ გამოვა ეს ამის მიჩუმათება და ეს საქართველოზე არ ლაპარაკი და სხვებზე ლაპარაკი და ჩვენზე არ. ჯერთი ხდება პრაქტიკულად და რეალურად ეს. ამას ვერსად ვერ გაიქცევი. და მე ვარ ის დრო მოვა რომ ესეც უნდა თქვა, უნდა აღიარო და მათაც მოუწევთ ამის აღიარება სიტყვით. ეხლა იმედი თუ აქვს ვიღაცას რომ დაალაგდება გინდათ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, გინდათ ეხლა ირანში რამდენი ხანი არ უნდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყოს და მე რაღაც წარმოიდგინეთ გრევის მასშტაბები. გნებავთ იქ იმ ფრონტზე. და გნებავთ ახლა ირანში რაც მოხდა. კი ბატონო, ირანს მიწის ქვეშ აქვს ძალიან ბევრი, თქვათ, საწარმოები, აწარმოებენ რაკეტებს, მაგრამ ნუ ახლა ინდონეზია არ მინდა ლაპარაკი ოსმალო-თათარის პოლიტიკა რო არის გურულებს შორის მებები ელკოდაელერეშ რაკეტებს და ბომბებს შეჭამ. ეკონომიკას მიადგა ირანის ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი. და ნუ ის სანქციები ხო ისე ზალაშია და არავის არ მოუხსნია. ეხლა ამის ყველაფრის უკან დაბრუნებას და ისე ფეხზე დადგომას პირველ რიგში თუნდაც ენერგეტიკიდან მიღებული მოგებების მერე განაწილებას და იქ ქვეყნისთვის გამოყენებას და ამას დრო ჭირდება, რესურსი ჭირდება, ამას ჭირდება რაღაცა გარკვეული. აი ესე ერთ და ორ დღეში, თუნდაც ერთ და ორ თვეში ეგ ამბავი არ გამოვა. ანუ ეს კიდე უფრო აქტუალს ხდის ჩვენ დერებას. რა თქმა უნდა, აი მაგისკენ მივდივარ ზუსტად, რომ რაც უფრო გრძელდება, იცით ახლა ზოგი ჭირი მარგებელია, არავის არ უხარია ომი და კონფლიქტი. ხო, მაგრამ ყველა ჩვენი მოგების მაგრამ გამოდის რომ რა ესე სიტუაციაა, რომ ჩვენ ახლა ეს ამისგან რაღაცა უფრო იმას პოულობთ, რა ქვია. ხერს, ხო, ეგეც სულ სიტყვა. არა, რატოც ქართული კარგი სიტყვა, ვიხეიროთ, გვახეირა. ხო და ამიტომ რა არის, იცით, მოუწევს იმ ევროპასაც. ამის ბოლოს და ბოლოს აღიარება და იმის აღიარება, რომ ძირითადი ვართ ჩვენ სატრანზიტო გზა, რომლითაც ეხა ძალიან ხშირად ახსენებენ იგივე კაბელს.
ხო, ეს ხო ევროპაში მიდის არა ეს კაბელი რო აშენდება და რო იმას ვიზამთ არა? ინტერნეტი რა იყო, ენერგოკაბელი. ხო, ინტერნეტის კაბელი არის. ხო, რომელიც საშუალებას მოგცემს მე გავიტანოთ ეგეც ხო ევროპასთან დაკავშირებული პროექტია რა. სხვადასხვა აი ბატონკოტე მე არ მესმის კიდევ ერთი რამე. ხა ევროპას ეს ერსმის და არ იმჩნევს, გასაგებია. მოქმედ პროექტებსაც კი არ იმჩნევს. მაშინ გაუგებარია, რატომ ითხოვდა და რატომ ითხოვს ხის დაპირისპირებას რუსეთთან? ანუ თვითონ უნდა მოიჭრას. ჩვენგან ითხოვს ამას თორე თავისგან ხო არ ეთქოს? ჩვენგან ითხოვს, მაგრამ თვითონ ერთმანეთში ლაპარაკობენ, ეხლა დავიწყოთ ჩვენგან რატომ ითხოვდა? ეს ხომ კონტრპროდუქტიული იყო მათი ინტერესებისთვის. აი ეს ჩემთვის გაუგებარია. თქვენ როგორ ხსნით ამას? ამაზეც არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ. ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით, როგორც პატარა ქვეყანა, აი ესეთ სხვებთან შედარებით, აი ამ თქვათ იუპიტერის და ხარის მიდგომას და ამ მუდმივად ვიმეორებ. მაგრამ აქ თუ არეულობა იქნებოდა, მათ რამე სულ ორმაგი იქნება. სულ ორმაგი იქნება ჩვენთან დამოკიდებულებაში. არასოდეს ჩვენ ისინი თანაბრად არ დაგველაპარაკებიან. ინტერესები თუ დაემთხვა ჩვენი ინტერესები და გარკვეულწილად ახლა რაღაცაში საკმაოდ მნიშვნელოვან რაღაცაში რაზეც ვისაუბრეთ ემთხვევა, მაშინ სხვა გზა არ აქვს. პატარა და დიდ სახელმწიფოს შორის განსაკუთრებით ძე სახელმწიფოებს და პატარა სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ინტერესთა თანხვედრას მოაქვს ერთ დონეზე, მეტნაკლებად ერთ დონეზე საუბარი. როცა მისი ინტერესი ემთხვევა შენ ინტერესებს. ამიტომ ვისწრაფეთ იმისკენ, რომ ვიყოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც დაანახებს ამ დიდ სახელმწიფოებს და პირველ რიგში ეს სახელმწიფოებს, რომ მათ ინტერესია აი ამ რეგიონში სტაბილური და მშვიდობიან რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი ნეიტრალური მაგრამ მე რომც არ დავანახო ბატონკოტე ევროკავშირს მისი ინტერესი ხომ არის საიდან მიიღებს ის ხელშეკრულებებს აი თქვენც ახსენეთ ხო ჩინეთთან რომ ხელშეკრულებები გააფორმა რა გზით მიიღებს დაუშვათ მე არაფერს არ ვაჩვენებ სულელი ვარ ჯვარიმწერია ძალიან ხშირად ლოგიკას ჭარბობს ხოლმე პოლიტიკური ძალიან ხშირად პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური მათი აზრით მიზანშეწონილება. ეხლა ისინი ისეთ გამოვალ მდგომარეობაში არიან ისინის რო ამბობ, კი ბატონო თქვათ იგივე ევრობიუროკრატია მე ვართ უფრო ფართედ ვეძახ ხოლმე ლიბერალ ტირე გლობალისტები. რომლებიც აი თავისი აზროვნების მანერით, თავისი ქმედებებით, თავისი პოლიტიკური შეხედულებებით ყველაფრით დარწმუნებული არიან, რომ ისინი სწორები არიან და ისინი ესე ფიქრობენ ამ მიმართულებით. მე სულ მიკვირს როგორ შეიძლება ახლა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ისე აზროვნებდნენ, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში გასული საუკუნის, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ისა უკაცრავად მორჩა გაიმარჯვეს იმაში, რა ქვია, ცივომში და ეხლა მთელი მსოფლიო იცხოვრებს მათი ლიბერალ გლობალისტური შეხედულებებით. ეხლა 21 საუკუნის დასაწყისში, როცა აი ესეთი რამეები მოხდა და როცა პრაქტიკულად ჩამოიშალა მსოფლიო წესრიგი თუ უწესრიგობა ისე რამე რო იყოს, ვიდრე წესრიგი. წესრიგი არასდროს არ ყოფილა თუ ბირთვული ბალანსის დროს ეს ბალანს და წესრიგს არ ჩავთვლით. ყოველთვის რეგიონებში, ყოველთვის პატარ-პატარა და ზოგჯერ დიდი უწესრიგობებიც იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. და როგორც ადრე წინა აზიას რო ეძახდნენ და ირანის და იმის ჩათვლით. ყოველთვის პრობლემები იყო, ყოველთვის კონფლიქტები იყო, ყოველთვის უფრო უწესრიგობა იყო ვიდრე წესრიგი. მაგრამ ეს სახელმწიფოებს შორის არსებული ბალანსი ამას როგორღაც იმაშვებოდა, რა ქვია. მართავდა არ ვიტყვი, არეგულირებდა უფრო კაი სიტყვა. ამიტომ ეხლაც უნდა შევხედოთ იმას თუ რა გველის ოღონდ რეალურად უნდა შევხედოთ, ისე კი არა ვიღაც ევროპელებს თქვათ ევრობიუროკრატიას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას ასე სურს და ეს ასე იქნება. ეგრე არ არის. რეალ პოლიტიკა მაგაშია ზუსტად რომ ის კი არ არის რაც ჩვენ გსურს და რაზეც ფიქრობ რომ აი მე ვფიქრობ რომ ასე იქნება. არა, ეს რაღაც გარკვეულ ისტორიულ კანონზომიერებებს მაინც ექვემდებარება, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფოები და ძალის პოლიტიკა ჯერჯერობით კიდევ და კაიხანი ესე იქნება მართავს და წერს თამაშის ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო თამაშის წესებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენც ამას უნდა მივყვეთ. გარკვეულწილად მივყვებით კიდევაც ყოველ შემთხვევაში ჩვენი აი რეგიონული პოლიტიკით და უფრო ფართედაც კი
მაგრამ ეს უნდა გავაგრძელოთ კი არა, უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. მე ასე მგონია და მაშინ ჩვენთვისაც უფრო ესეთი გაცილებით უკეთესი მომავლის იმედი უნდა ვიქონიოთ. და ბატონო ჩვენ გვაქვს 2 წუთი და იმ მაყურებელმა დასვა ესეთი შეკითხვა, თუმცა მე პათოს არ ვეთანხმები იმ ხრივ, რომ რაღაცა სხვაზე არ ვართ ესე დამოკიდებული ფატალურად, რომ ორბანმა თუ ვერ გაიმარჯვა, რა ეშველება საქართველოსო. რა იცით, როცა ორბანზე მიდის ახლა საუბარი, არ მინდა ხოლმე გავიმეორე, მაგრამ დავწერე ჩემი Facebook-ის იმაზე, ერთი როცა საუბრობენ უნგრეთზე და აი რა მოხდება არჩევნების დროს. მახსენდება ერთი მთასთან დაკავშირებული ძველი ანეკდოტი, რომ ხევისბერს თუ ნუ იმას კითხეს, რა ქვია, მოხუც, რომ ხვალ როგორი ამინდი იქნება და თუ კეთილმა სტრიაკა აი ამინდი იქნება და თუ ბოროტმა მაშინ ცუდიო. ეხლა ეს ასე თუ ილაპარაკებ, მაშინ თუ გასაგებია, თუ ორბანმა გაიმარჯვა ერთი სიტუაცია იქნება და თუ ორბანი დამარცხდა, მაშინ მეორე სიტუაცია, მაგრამ თუ პროგნოზს აკეთებ, კი ბატონო, გააკეთებ პროგნოზი და თუ პროგნოზს არ აკეთებ, მაშინ აი გუშინ მქონდა მე საუბარი ერთ-ერთ უნგრელ კოლეგას ვეტყვი, იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში მუშაობს და რაღაც რამდენიმე კითხვა დამისვა ამ ჩვენ შეხედულებაზე და განსაკუთრებით ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით და იმას ვკითხე. თქვი როგორ უყურებთ? მე მაინც გონიაო რომ ჩვენო ესე იგი ორბანის მომხრეებზე იძახის მეტი შანსი გვაქვს, მაგრამ პრინციპში არის ისეთი სიტუაცია, იმდენი ისეთნაირი ჩარევა მოხდა. აი ლიბერალ გლობალისტების მხრიდან და ევროკავშირის მხრიდან იმ დონეზე ჩარევა მოხდა ამ წინა საარჩევნო სიტუაციაში. არა, ვენსის ჩასვლაც ამას მოწმობს, რომ ჩარევა არის. აი ვენსის ჩასვლამ ერთის მხრივ შეიძლება ითამაშოს ამათ სასარგებლოდ, ორბანის და მისი მომხრეების სასარგებლოდ და შეიძლება მეორეს მხრივ პატარა ზიანიც მიაყენოს აი ჩარევის თვალსაზრისით, რომ რატო ერევა უცხოეთი უნგრეთის შიდა არჩევნებში. ხო, ეს მომენტიც ხო არის? ესეც ხო შეუძლია თქვა. ამიტომ ძალიან ესეთი მყიფე სიტუაციაა და ჩვენ ყველას არ ვიცი ხა მე და ისეთ ადამიანებს მე მინდა რომ ორბანმა რა თქმა უნდა ხა ორბანის იქ მარცხი ეხლა რო გითხრათ რომ რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევსო, ესე არ იქნება ჩემი აზრით. ძირითადი მიმართულება ყოველთვის იყო და იქნება აი ეს ბრძოლა კონსერვატორებსა და ლიბერალ გლობალისტებს შორის. ჯერჯერობით, რაოდენობითაც და შეძლებითაც. თუნდაც ეხლა უნგრეთზე ვლაპარაკობთ, ხო, სლოვაკეთზე ვლაპარაკობთ, მეტი ვიზე. თუნდაც დავამთავროთ. დანარჩენი არიან ლიბერალ გლობალისტები ისევ, ხო? რა თქმა უნდა. ხო და აი ეს არის რეალობა. როგორც იქნება რეალობა, ალბათ შევეგვევით. ეს რომ შეიცვალოს, მე ძალიან მინდა, მაგრამ ძალიან რთული შესაძლებელი იქნება განსაკუთრებით ზეთ ქვეყნებში, დიდ მოხუცი ეგრეთ წოდებული ევროპის ქვეყნებში, როგორც საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ. დიახ, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ჩემ და სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო. მე ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს, მე გილოცავთ აღდგომას წინასწარ მრავალ დავესწროთ და მართლაც იშვას მაცხოვარი ჩვენს გულებში. ნახვამდის.